მოგესალმებით. წარმოგიდგენთ მეორე დავალებას და ახლა მოგაწოდეთ ინფორმაციას თუ როგორ უნდა შეასრულოთ მეორე დავალება. მეორე დავალება გულისხმობს თქვენს აქტივობას, რაც გამოიხატება წაკითხვაში. მაგრამ ჩვენ როგორ უნდა გავიგოთ, რომ თქვენ წაიკითხეთ და როგორ უნდა მოვისმინოთ თქვენ როგორ კითხულობთ. ამისათვის აუცილებელია, რომ მეორე დავალების შესრულება ჩაიწეროთ ვიდეოსა. ვიდეოს ჩაწერის მრავალი ხერხი არსებობს, რომელიც თქვენთვის იქნება სასურველი იმას გამოიყენებთ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ Zoom-ის აპლიკაცია ყველაზე კარგი არის ამ თვალსაზრისით, ყველაზე ხელმისაწვდომიც არის, ადვილად შეგიძლიათ ჩაწეროთ და ასე შემდეგ. როგორც კი თქვენ მეორე დავალების ბმულს დააწყაპებთ, მაშინათვე აი ასეთი სურათი დაგხვდებათ, რასაც აქ ხედავთ. ეს არის მეორე დავალება, ისტორია. ანუ თქვენ უკვე ჩაწერა უნდა დაიწყოთ, როგორც კი აი ამ ფანჯარას გახსნით. და ყველაფერი უნდა ჩაიწეროთ ვიდეოზე. შეგიძლიათ მეორე ტელეფონით ჩაწეროთ, ან რა ვიცი, რა საშუალებას თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება. თავარია რომ ჩანდეთ ეკრანზე, თავარი არის რომ თქვენი ხმა ისმოდეს და თავარი არის რომ ეს გვერდი იყოს გაზიარებული. ანუ ჩანდეს ის, რასაც აკეთებთ. ნახეთ, აი ამ შევსებასაც ჩვეულებრივად ჩაიწერთ, ელექტრონულ ფოსტას რომ წერთ თქვენსას, სახელს გვარს რომ წერთ, სკოლას რომ წერთ, კლასს მონიშნავთ, რომელ კლასშიც ბრძანდებით, ტელეფონის ნომერს რომ ჩაწერთ, ისტორიის მასწავლებლის სახელი და გვარსაც რომ ჩაწერთ და ასე შემდეგ და შემდეგ რომ დაიწყებთ უკვე წაკითხვას. წასაკითხი დავალება პირველი გვერდი. ეს წასაკითხი მასალა არის იმის გაგრძელება, აი თქვენ რომ ეხლა სკოლაში იყო და ზან დამასწავლებელს რომ თქვენთვის აეხსნა გაკვეთილი, დავალებად მოგცემდათ აი ამის წაკითხვას, მე ამას მოყვებოდით, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში ამას წაიკითხავთ თქვენ და ჩვენ მოვისმენთ მე როგორ წაიკითხავთ. მაგრამ იმისათვის რომ თლიანი ერთი ქულა დააგროვოთ, სამჯერ უნდა წაიკითხოთ ეს დავალება. ანუ ერთ ვიდეოში უნდა იყოს მოცემული გვერდების მოცემული ტექსტის სამჯერ წაკითხვა მაინც. მესამე დავალება სწორედ ამ წაკითხულიდან გამომდინარე იქნება ისევ ტესტის ხასიათის და ტესტებზე პასუხი. მაგრამ ჯერ მეორე უნდა შეასრულოთ, რომ შემდგომ მესამე დავალებაზე გადახვიდეთ. ესე იგი, ნახეთ, წაიკითხავთ აი ესე ხმა-მაღლა, როგორც მე ვკითხულობ ახლა მაგალითად, რა გვეხმარება ჩვენი სამშობლოს მხარეების შესწავლაში. მეცნიერების რომელი დარგი და როგორ სწავლობს ჩვენი სამშობლოს მხარეებს და ვიწყებთ ხალხისა და ქვეყნის წარსულში შესასწავლად და აი ამას აი ასე თქვენს წაიკითხავთ, ჩანაწერს გააკეთეთ მთლიანად პირველ გვერდს, მერე მეორე გვერდს წაიკითხავთ და აი ასე ჩვეულებრივად ჩამოხვალთ. მერე ლექსიკონი მოდის და ამ ლექსიკონსაც ჩვეულებრივად წაიკითხავთ, მაგალითად არქეოლოგია ბერძნული სიტყვა არქაოს ძველს ნიშნავს, ლოგოს მოძღვრებას ნიშნავს და ასე შემდეგ. ლექსიკონსაც წაიკითხავთ, მერე წასაკითხი მასალის მეოთხე გვერდზე გადახვალთ, სადაც წყაროებია მოცემული და ამ წყაროებსაც ჩვეულებრივად გაეცნობით და წაიკითხავთ. მერე უკვე, როდესაც დაასრულებთ აი ამ ჩაწერას და ვიდეოს შექმნით, თქვენი ეს ვიდეო ატვირთეთ YouTube გვერდზე, ამას თქვენ შაშან აკეთებთ, ხა ვინც უკვე გამოვლილი ხართ, ჩემი მოსწავლეები ყავით ინგლისურ ენაში. აი ამ ბმულს, ამ ვიდეოსას თუ ვერ მიგზავნით პირდაპირ მეილზე ან WhatsApp-ით, რა ვიცი, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ YouTube-ზე ატვირთოთ, თქვენს YouTube გვერდზე გამოუქვეყნებელი სტატუსით, რომ ვერავინ ვერ ნახოს და მხოლოდ მე შევძლო რომ დავინახო და გამომიგზავნეთ აი ბმული აი აქ ჩასვით. თუ მაგალითად პირდაპირ შეძლებთ და გამომიგზავნოთ, მაშინ პირდაპირ გამომიგზავნოთ და აქვე შეაფასეთ დავალება. ანუ რამდენ მოგიწონათ ასეთი ტიპის დავალება, ქულა, რომელიც იქნება მისაღები, ამ ქულაზე მონიშნეთ. შემდგომ უკვე ჩვეულებრივად დააწვევით გაგზავნას და გამოიგზავნება ჩვენთან. ძალიან დიდი მადლობა, იმედი მაქვს, რომ გასაგებად იყო ახსნილი. თუ რაიმეს ვერ გაიგებთ და თქვენთვის იქნება ცოტა რთულად გასაგები, მომწერეთ და ყველაფერზე